ასეთი სიტუაციაა მოკლედ აგერ ძოლქმარი, რომელიც ჯორჯიან მანგანეში არიან დასაქმებული. დაერიცხათ წუხერთ ხელფასი და ავტომატურად წაიღო ლიბერტი ბანკმა. საქმის დასარკვევად, როდესაც მივიდნენ ლიბერტი ბანკში ამ დილით, ეუბნებიან, რომ 350 ლარი ვალი გაქვთ აქეთ კიდე მოსატანია. 35 ლარი კიდე დავალიანება. გარდა იმ ხელფასის წარქმევისა, რაც ქონა, თუ შეძლებთ ქალბატონო, რომ აი სათხართ დასაქმებული და დაახლოებით რა თანხას ელოდით და სავარაუდოდ ახლა ქარხანაში ვარ დასაქმებული. ჩვენი მიზეზით არ ყოფილა არაფერი და მოგვატყუეს, კიდე მოგვატყუეს. შევედი ბანკში, მეთქი ავიღებ ხელფასს, ბავშვები ყავს, შვილიშვილები, ავათ დატოვებული სახლში, წამალიც არა მაქვს. გამომიშვეს განულებული, ვერაფერს ვერ ავიღებ, კიდე ვალი დამადეს საქმე. საწავიდი ამხელა ტყუილი, როგორ შეიძლება ასე გაამწარო ხალხი, სადაც დავით პეტრიაშვილი მისე გამოდის, რომ ეგ ასე გექონება ქვეყანა აშენებოდა. კი ბატონო, ყველა მოვისმინეთ, რომ არაუგვიანეს 4 აპრილისა დაირიცხება ერთი თვის ხელფასი ყველას და არ ჩამოეჭრება, იმიტომ გადავიდა ლიბერტი ბანკში, რომ არ ჩამოეჭრება არავის არც ერთი თეთრი და აგერ არის ფაქტი, როგორ მუშაობს პროფკავშირი და როგორ მუშაობს ბანკები. სამი მუშაობთ ოჯახში, სამივე გაჩერებულები, სამივე მუშევრები, ორი შვილიშვილი ყავს, მიტოვებული.